გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ახალ ამბებს მე თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. დღის მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ნახოთ ანონსი. ჩემკლასელები რო დადიან სკოლაში, მეც მინდა როა. მან მინდა რომ სწავლელი დავჩი. მე სკოლა ძალიან მიყვარს. ოჯახში კონფლიქტის გამო 7 წლის ბავშვს სკოლაში არ იღებენ. მისი 6 წლის და კი ბაღში ვერ დადის. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ბავშვთა უფლებები დაიცვას? არ დადის ბავშვი სკოლაში, ჩამორჩენილია თავის თანატოლებს და ძალიანაც უყვართ და შეწუხებულები ვართ ერთ სიტყვით. ამ ბავშვის სკოლა არის მილიციებში ტარება და პოლიციებში ტარება. ეს სკოლის ვალია, რომ ბავშვებმა უნდა იარონ სკოლაში. არ აქვს დირექტორს იმის უფლება, რომ ბავშვი სკოლაში არ დაუშვას. ამას აუცილებლად გავაპროტესტებთ ჩვენ მეზობლები. ამისმა წარადგინა ინფორმაციული წერილი განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ბავშვები უნდა იყვნენ დედასთან და მამას აქვს განსაზღვრული დღეები. აფეთქება გურჯაანში და დაშავებული 3 ადამიანი, რატომ ისროლეს სადარბაზოში ხელყუმბარა. ამიტომ რა გაჩხუბებთ, რომ თქვენ დაიჩხუბოთ მეთქი და აფეთქდა კიდე ეცდა. თვითონ მილიცია მარიცის რა არის? რა არის? აი ჩხუბი, გარჩევა, გამორჩევა, გამოწევა, გააჩვენება ყოფილი და სწავლა. სამივე დაზარალებულს აღენიშნებოდა მამსხვრევებით მიყენებული ზედაპირული ჭრილობები. აი გაცვლილებები რაც არის, აი სიტყვა ახაშენში რაზარალი მიადგა სოფელს. მე-9 კლასელ მოსწავლეებს ცოდნას შეუმოწმებენ. აქვთ თუ არა მათ ზოგადი განათლება და რა ხარისხის ცოდნას იღებენ სკოლაში, როგორია მოლოდინი, გაუმჯობესებულია თუ არა წინა კვლევის შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა კონფიდენციალურია, მე შევეცდები, რომ გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი. ბოლოს წავიკითხე ნოდარ დუმბაძის პარადისობის კანონი, ახლა ვკითხულობ ტრიუმფალურს. საღამო მშვიდობისა. სკოლისა და ბაღის მიღმა დარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვები და დარღვეული უფლებები. უკვე 8 თვეა 7 წლის გოგონა მშობლებს შორის კონფლიქტის გამო სკოლაში ვეღარ დადის. სკოლამდელ განათლებას ვერც მისი 6 წლის დაიღებს. სასამართლო მეურვეობა დედას დააკისრა. მასთან ცხოვრებაზე კი როგორც მამის ოჯახი აცხადებს, ბავშვები უარს ამბობენ. ბავშვის სკოლაში მიღებაზე უარი თქვა სოფლის სკოლის დირექტორმაც. ვინ უნდა ზრუნავდეს ამ მცირეწლოვანების უფლებების დაცვაზე, ნინო სამნიაშვილი არკვევდა. ჩემკლასელები რო დადიან სკოლაში, მეც მინდა როა. მან მინდა რომ სწავლელი დავჩი. მე სკოლა ძალიან მიყვარს. 7 წლის გოგონა მშობლებს შორის კონფლიქტის გამო მეორე კლასიდან სკოლაში ვეღარ დადის. 2014 წლის სექტემბრიდან განათლების მიღების ნაცვლად მას კვლავ სახლში ყოფნა და ასე თამაში უწევს. მინდა რომ მეგობრები მყავდეს სკოლაში და განათლებული ვიყო სკოლაში. მინდა ვერც მისი 6 წლის დაიღებს სკოლამდელ განათლებას. მეცდილე ბაღში მივიდე და სკოლაში მივიდე. მშობლებს შორის უთანხმოების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვების მეურვეობა დედას დაეკისრა, თუმცა უკვე 6 თვეა მამასთან და ბებია პაპასთან იზრდებიან. ისინი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ თავად მცირეწლოვნებმა დედასთან დაბრუნება არ მოინდომეს. ახლა გოგონას სოფლის სკოლაში მიყვანას ითხოვენ, თუმცა სკოლამ არ მიიღო. არ დადის ბავშვი სკოლაში, ჩამორჩენილია თავის თანატოლებს და ძალიანაც უყვართ და შეწუხებულები ვართ ერთ სიტყვით. ამ ბავშვის სკოლა არის მილიციებში ტარება და პოლიციებში ტარება. ბავშვები დაიღალნენ, ტირიან, აღარ წამოვალთ, ბებო, ვინც გინდა დაგვიბაროს, ჩვენ აღარ წამოვალთ, დაგვანებონ თავი რით ვერ გაიგეს, რომ ჩვენ იქ არ გვინდა ყოფნა. სკოლის ვალია, რომ ბავშვებმა უნდა იარონ სკოლაში. არ აქვს დირექტორს იმის უფლება, რომ ბავშვი სკოლაში არ დაუშვას. სკოლის დირექტორის ინფორმაციით დედამ გოგონას საბუთები სხვა სკოლაში გადაიტანა, ამიტომ დედის ნებართვის გარეშე ამ საჯარო სკოლაში ვერ დაუშვებენ. ჩვენ მოგმართა მამამისმა მოსწავლის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა სკოლაში დედამ წარმოადგინა სასამართლო განჩინება, რომელშიც ვკითხულობ ბავშვები უნდა იყვნენ დედასთან და მამას აქვს განსაზღვრული დღეები და დედა უარს აცხადებს მათ სკოლის შეცვლაზე. ჩვენი მეზობელი სოფლის სკოლის დირექციასაც გავესაუბრეთ, სადაც გოგონას საბუთებია. თითქმის 2 სემესტრია მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადებულა და აქაც პასუხისმგებლობას იხსნიან. ამბობენ, რომ ეს ოჯახმა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
როგორც სკოლის ხელმძღვანელობა მიიღეთ ზომები, მოიკითხეთ რატომ არ დადის. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე მოვიკითხეთ. დედა ყვავდა კიდევაც აგვიხსნა მდგომარეობა რატომ არ. ვინ ჩააყენეთ საქმის კურსში რომ დედა უშუალოდ საქმის კურსში რესურს ცენტრმაც იცის. ახლა ჩვენ მერე ზომებს კი მივიღებთ და ბავშვს დავეხმარებით. მასწავლებელი თუნდაც ზაფხული. არა, ბავშვს როგორ აღმასრულებელი ვერ აკეთებს ამას და ჩვენ როგორ დავაბრუნებინებდით ბავშვს, ხო წარმოუდგენელია. ამასობაში კი ოჯახში კონფლიქტი და ურთიერთბრალდებები გრძელდება. დილა გათენდა და დედამ გამოაცხადა და აღარ მინდა ოჯახი. ჩვენი მოახლეობით დავიღალე, უნდა წავიდე დედასთან. დღემდე შოკში ვარ. წასვლის შედეგად ჩემმა შვილმა უნახა 1226 მესიჯი. ვიღაც ბიჭთან აქონია კონტაქტი. ქონდათ კონფლიქტი. არანაირად არასდროს არანაირად ჯერ იგრე ვიყავით ერთმანეთში 8 წლის მანძილზე წინაზე ხარ უკან დაჭიქი არ მიკადრებია მაგისთვის. ხელის გულზე მეჯდა იგრე ვატარები და პატივს ყველანაირ პატივს 4 მანქანა იმსახურებოდა ფეხით არ წულია მაგაში. ბავშვების დედა კახეთში არ იმყოფება, ამიტომ მის ოჯახს გავესაუბრეთ. ფსიქოლოგმა თქვა რომ ბავშვები არიან ზეწოლის ქვეშ. ცალკე ლაპარაკობენ სხვა რამეს, მაგრამ მშობელთან, მამასთან უკვე ლაპარაკობენ სულ სხვა რამეს და ეს არის ზეწოლის ბრალი რა ნამდვილად. თორემ მე ბავშვებსაც ვიცნობ, ხა ახლობლები ვარ და ვიცი მაგათი ოჯახური მდგომარეობა. ხოლო მაღაზიებში დაღავთ ბავშვებს, ხო და ბავშვებს კიდე მეტი რა უნდათ. რო ამას გიყიდით, შვილო, იმას გიყიდით და სიო, მაგათ კიდე არ უნდა ჩვენსკენ, მაგ ბავშვებს არ უნდა ჩვენთან. ბავშვები ვერ იღებენ განათლებას, დედა რას აკეთებს ამისათვის? დედა ძეობს, რომ ბავშვები დაიბრუნოს. ამ დავის გამო უკვე 8 თვეა ორი მცირეწლოვანი ბავშვის უფლება ირღვევა და მათ დაცვაზე არავინ იზრუნა. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ რესურს ცენტრს წერილი მისწერეს, რათა გამონაკლისი დაეშვა და ბავშვის უფლება არ დაერღვიათ, თუმცა ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის. საჯარო სკოლების პოზიციაა, რომ ისინი კანონის წინააღმდეგ ვერ მოიქცევიან. ამასობაში მოსწავლე განათლების გარეშე რჩება. აფეთქება გურჯაანში. ინციდენტი წუხილღამის 11 საათზე 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა. ბერიაშვილების ოჯახში ყვებიან, რომ სადარბაზოში ხელყუმბარა მაშინ ისროლეს, როდესაც ახალგაზრდები ოთახში ღია კართან იდგნენ. დაჭრილია 3 ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აფეთქებამდე კი ნასვამ მამაკაცებს შორის ურთიერთდაპირისპირება მოხდა. ინციდენტში დგას საქმეთა გურჯაანის რაიონული პოლიციის სამმართველო იწიებს. ეკათეთრაძე ვრცლად თემაზე. აქედან ეს კარები აქვს და ეს ბიჭები შიგიდგნენ სულ ყველა მეც აქ ვიდექი კუთხეში და აგერლები როგორია სულ იმისგან არის დაფაცხარებული. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე წუხილთ 11 საათზე მოხდა. ბერიაშვილების ოჯახში ყვებიან, რომ სადარბაზოში ხელყუმბარა მაშინ ისროლეს, როცა ახალგაზრდები ოთახში ღია კარებთან იდგნენ. მანამდე კი ეზოში ნასვამ მამაკაცებს ჩხუბი მოუხდა და ისინი ბინაში ახალი ასულები იყვნენ. აფეთქების შედეგად 3 მათგანი დაიჭრა. იქ რო ჩხუბი მოვიდათ, მე ეს ჩემო ბიჭმა ჩავიდა და ის ბიჭი წამაიყონა, რომ დავაწყნარო, რომ ისაქნარო რა, ისევ არის ჩხუბოვნო და რო ამოვიდა ისა, ისევ ის ძმაკაცებიც ამოიყვნენ ამ ბიჭი. ესენი რო აქ იყვნენ უკვე, მე იქიდან წამოვიდა და აი მათ გიზე დავდიქი, იგი ზუსტად სასალგიო ვარ და ისინი აქეთ იდგნენ, აი. და ამით ხმა იყო მე ვთხარ ბიჭო, რა გაჩხუბებთ, რომ სულ თქვენ უნდა იჩხუბოთ მეთქი და აფეთქდა კიდე ეც და რა ვერაფერი მე იმ შემდეგ რა ვიცი, ყურებიდან აღარ მესმოდა, კაცო, რა ვიცი, მთელი 5 წუთი და გამოვუძახეთ სასწრაფო იმლა და ეს უგონო თეგლოა ერთი. ვინ იყვნენ ჩხუბში მონაწილე, სხვა პირები ოჯახში არ საუბრობენ. მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ არც მეზობლები. ისინი ამბობენ, რომ მათ ჯერ ჩხუბის, შემდეგ კი აფეთქების ხმა გაიგეს. მათი განმარტებით ეს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. მეძინა, და ხმაურზე გამომიხვიცა ეს მეზობლის ქალი ყვირდა. რომ ესეთი ამბავი მოხდავდა, რავი, აბა დასისხლიანებულები იყვნენ ბიჭები. ლიმონკა შეაგდეს, ხო და აფეთქდა, დაიჭრენ ბავშვები. ამ ქუჩაზე სულ არის, მარა, თვითონ მილიცია მარიცის რა არის? რა არის? აი, ჩხუბი, გარჩევა, გამორჩევა, გამოწევა, გააშველება ყოფა და სწავლება. მილიციას ეს უფლება გააქვს, რომ. არა, ლიმონკები დეგენი არა ყოფილა, მაგრამ რა აზრი აქვს? ბათქაბუთქი და ცემაობა და ლოთობა და მაიმურება ამ ქუჩაზე სულ არის. ეს არის 9 აპრილი. ინციდენტში დაშავებული პირები წუხელვე გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 3 მათგანი უკვე გაწერილია და მკურნალობას სახლში აგრძელებენ. 3 დაზარალებულს აღენიშნებოდა მანსხროებით მიყენებული ზედაპირული ჭრილობები ძირითადად
ბილქსოვილებში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშუალებას აწარმოებდა და გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება, დამუშავდა ჭრილობები და პაციენტები გაეწევდნენ კლინიკიდან. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს. პოლიციამ უკვე დაკითხა ინციდენტში მონაწილე პირები და მეზობლები. სეტყომახა შენში ვენახისა და გარგარის ბაღები დააზიანა, როგორც მოსახლეობა ამბობს, იგი ნალექის გარეშე მოვიდა და სულ 5 წუთს გრძელდებოდა, თუმცა ნარგავების ნაწილი მაინც დააზიანა. მოწმენდილზე უსვათ წამოვიდა შავი ღრუბელი გუმბორის მხრიდან და წვიმა წამოვიდა და მერე სეტყვა. ახლავეთ 3-4 წუთი იყო სეტყვა. ხო ძალიან რო გაგზელებულიყო და ანტიძიანს მიაყელებდა. ჯერ ცოტა წვრილი იყო, მერე უკვე ახლავეთ აი თხილის ხელები. ახლავეთ 1-5% მაინც მიადგა ზიანი. აი გაცუნილები რაც არის, აი როგორ ქიდან ჩამოცუნილები. დიდი ხანი არა გრძელდებოდა, მაგრამ რაღაც 15 წუთში რაღაცა ეგ ნარკოტები და კარგად დაიწყო რაც იყო და ნაწილობრივ რო ვითხრა, ეგ ჯერ რა შეეტყობა, როცა კვირტია გაცუნული, კარგად ეტყობა და მე შეეტყობა უფრო. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა დამზადება ტესტირებისთვის. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში პიზას ტესტირება ჩატარდება და მე-9 კლასელი მოსწავლეების ცოდნის დონე, საბუნების მეტყველო მეცნიერებაში, წიგნიერებასა და მათემატიკაში შეფასდება. პროგრამაში საქართველოსთან ერთად 30-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. რა არის კვლევის მიზანი? ვერა იაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ბოლოს წავიკითხე თომას მანის ბუდამრუკები და ახლა ვკითხულობ ჯორჯორეულის 1994-ს. ერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღი წავიკითხე. ბოლოს წავიკითხე ნოდარ დუმბაძის პარადისობის კანონი, ახლა ვკითხულობ ტრიუმფალურ თაღს. გურჯაანის მეოთხე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა შეფასების საერთაშორისო პროგრამა პიზას ტესტირებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. წიგნებსაც აქტიურად კითხულობენ, რადგან სურვილი აქვთ, რომ ტესტირებაში კარგი შედეგი აჩვენონ. საბუნებისმეტყველო მეცნიერება, წიგნიერება და მათემატიკა. ამ საგნებით შეფასდება 15 წლის მოსწავლეების ცოდნის დონე. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა კონფიდენციალურია, მე შევეცდები, რომ გამოვავლინო ჩემი მაქსიმუმი. ეს კვლევა არის შედარება სხვა ქვეყნებთან და შევეცდები, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთო და მაქსიმუმი ვაჩვენო ჩემი თავის. მე მაქსიმალურად შევეცდები ამ ტესტირებაში, რომ ვაჩვენო მაქსიმალური შედეგი, რადგან ეს არის ქვეყნის სახელი და შევეცდები, რომ ასევე ჩემი ქვეყანა ვასახელო და რაც შეიძლება კარგი შედეგი დავუდგინო. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორიც მიიღებს მონაწილეობას. ტესტირებისთვის გურჯაანის მეოთხე სკოლა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს. სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი მზად არის 2009 წლის კვლევის მონაცემების გაუმჯობესებაში თავისი წვლილი შეიტანოს. მზადებით ამ კვლევისათვის ძალიან აქტიურად ინფორმირებულები არიან მშობლებიც, სპეციალურად მოვიწვიეთ ისინი და გავაცანით ამ კვლევის პრინციპი. ეს არის ასაკი, როდესაც ბავშვები ჩამოყალიბებულები არიან უკვე თავიანთ მომავალზე, ორიენტირებულები არიან განათლებაზე, თუ ვინ რა გზას აირჩევს მომავალში. ყოველ შემთხვევაში ეს კითხვარები, როგორც ჩანს, როგორც წინასწარ არის ცნობილი, მოიცავს იმ თემასაც, რაც ეხება შემდგომი ცხოვრების დაგეგმარებას, ანუ რამდენად არიან მზად ისინი ცხოვრებისათვის. ძალიან გამიხარდა ჩვენმა სკოლამ, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა მოცემულ კვლევებში. მე ვთვლი, რომ ჩვენი მოსწავლეები ნამდვილად იმსახურებენ თავიანთი შრომით, რომ მიიღონ ამ კვლევებში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ თავიანთ მაქსიმუმს ისინი აჩვენებენ და მასწავლებლები ფაქტიურად გავაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც რომ ჩვენი სკოლა წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ. შეფასების საერთაშორისო პროგრამა პიზაში საქართველოსთან ერთად 30-მდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ტესტი ყველა ქვეყანაში ერთნაირი იქნება და კონფიდენციალურობაც მაქსიმალურად დაცული. კვლევაში პირველად 2009 წელს მიიღო საქართველოს მონაწილეობა და 72 მონაწილე ქვეყნიდან ცოდნის დაბალი მაჩვენებელი აჩვენა. პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარის ნელი ჯანელიძის ინფორმაციით 6 წელი საკმარისი დროა, რომ საქართველოს შედეგები გააუმჯობესოს და ტესტში კარგი შედეგი აჩვენოს.
სულ გვესმის ჩვენ რომ ახალ რეფორმები ტარდება, სიახლეები ინერგება განათლების სისტემაში, სწორედ ეს იქნება ალბათ შემფასებელი ინდიკატორი იმისა, რამდენად ნორმალური ცვლილებები წავიდა განათლების სისტემაში. რატომღაც მგონია რომ უნდა იყოს რაღაცა მოლოდინი, რომ უკეთესი შედეგი უნდა იყოს, იმიტომ რომ აი ბოლო ხანს განხორციელებული რაღაც კვლევები, ისა წიგნები შეიცვალა, პროგრამები შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა და მგონია რომ შეიძლება ძალიან ეხლა ისეთი საგან გაშოცებით მაღლაზევით არ ავიწიოთ, მაგრამ რაღაცა პოზიტიური შედეგი აუცილებლად უნდა გქონდეს. მოსწავლეთა შეფასების კვლევა საქართველოს სკოლებში 1-დან 20 მაისის პერიოდში ჩატარდება. შედეგები კი 1 წლის შემდეგ გახდება ცნობილი. მხიარულთა და საზრიანთა გუნდების ჩემპიონატი გურჯაანის კულტურის ცენტრში. ყველაზე მხიარული გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს 9 საჯარო სკოლის გუნდები ეჯიბრებიან. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს 5 წევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულ სკოლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემა. მანსანკანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ყოველ წელს ტარდება. ეს დაიწყო მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრება. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობს 9 სკოლის გუნდი. 2 დღე გაგრძელდება 28-29 აპრილს, ანუ დღეს ხვალ გაგრძელდება შეჯიბრება. შემდეგ ხვალ უკვე გამოვლინდება ქულების მიხედვით გამარჯვებული გუნდი და გამარჯვებული გუნდის სკოლას გადაეცემა პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ სკოლებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს კავენი, რადგან აჩენს სკოლის სახეს თვითონ როგორები არიან, როგორი საზრიანები არიან და როგორ მუშაობენ ისინი საერთოდ და საერთოდ ეს სკოლის სახია ალბათ ჩემი აზრით. გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით კვირეული ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. საბიბლიოთეკო კვირეულის მიზანი საზოგადოებაში წიგნის სიყვარულის გაღრმავება და ახალგაზრდების მოზიდვაა. ის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით გაიმართება. კვირეული კი ნუნუ შალვაშვილის პოეზიის საღამოთი გაიხსნება. საბიბლიოთეკო კვირეული იწყება 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პერიოდში მთელი საქართველოს ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. 30-ში არის მოგეხსენებათ ბიბლიოთეკარის დღე და ამ დღეს დავამთხვიეთ ქალბატონი ნუნუ შალვაშვილის პოეზიის საღამო. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგვაცნობს. მე-6 მინისტრი, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 2015 წლის 13-15 მაისს საქართველოს ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი ხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ევრობანკის წლიური შეხვედრა ტარდება საქართველოში, 2000-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი ჩამოდის საქართველოში. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა. უკვე ყოფილმა მინისტრმა მიზეზად საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა. ხოკრიშვილი მე-6 მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. იგი გარემოს დაცვის მინისტრად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტულ პოლიტიკურ ველს შევქმნით. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ინტერპარტიული ჯგუფის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ საზოგადოებას უკვე სჯერა, ხელისუფლება იქმნება, იცვლება და ფორმირდება ამ ურჩევლების ნების საფუძველზე. 2015 წლის 13-15 მაისს საქართველოს ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი ხდება. ABRD-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ABRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის ხდომაზე მიაწოდეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. თბილისი ABRD-ის ყოველწლიური შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი დაესწრება.
დამატებითი შენობა ნაგებობების, დროებითი ნაგებობების აშენება საქართველოს პარლამენტის შენობაში, დასრულდა კომუნიკაციების გაყვანა, პრაქტიკულად დასრულებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მზაობა აქვს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მაღალი დონის ღონისძიების სამასპინძლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ევრობანკის წლიური შეხვედრა ტარდება საქართველოში, 2000-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი ჩამოდის საქართველოში, ასევე მათ ეყოლებათ თანხლები პირები, საქართველოს ცნობადობის გაზრდის კუთხით, საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის კუთხით ეს იქნება უნიშნელოვანესი მოვლენა, დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორც მაღალი დონის შეხვედრები, ასევე ბიზნეს წრეებთან შეხვედრები, ასევე კულტურული პროგრამა ძალიან ინტენსიური და ვფიქრობ, რომ საერთო შედეგი იქნება საქართველოს მნიშვნელოვნად წამოწევა საერთაშორისო არენაზე, როგორც მიმზიდველი ქვეყნის, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე ტურიზმის თვალსაზრისით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ტარდება. მედია სემინარი მიზნად ისახავს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას საპოლიციო განათლების საკითხებში და მათთვის ინფორმაციის მიწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ. სემინარის მეორე დღეს ჟურნალისტები გაეცნობიან პრეზენტაციას თემაზე სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. მისი დასრულების შემდეგ კი გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ორდღიანი მედიატური და მედია სემინარი, სადაც მედიის წარმომადგენლები ეცნობიან აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიც არის სიტყვისა და გამხატვის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მასპინძლობს ქართული მედიის წარმომადგენლებს. ვიზიტის მიზანი არის აკადემიის საქმიანობის ადგილზე გაცნობა და შეფასება, ინფრასტრუქტურის დათვალიერება, სასწავლო პროცესში ჩართულობა. ამ მხრივ ნიშანდობლივი არის, რომ აკადემიის თანამშრომლები აწვდიან ჟურნალისტებს ინფორმაციას მათი საქმიანობის მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ადამიანის უფლებების ჭრილში. დაიფარება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა. მსგავსი ტიპის სემინარი პირველად ტარდება აკადემიის ფორმატში მედიის წარმომადგენლებისთვის. ასეთი იყო დღეს რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენები, მეგე მშვიდობებით ნახვამდის. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. ომი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს ეს განცხადება. ცენზორნეტის ცნობით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. უკრაინის პირველმა პირმა ასევე ხაზი გაუსვა კიევის პარტნიორების როლს დონბასში ვითარების განმუხტვის კუთხით და მისკის შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაპირისპირებულმა მხარეებმა 12 თებერვალს მინსკში გააფორმეს. მას შემდეგ დონბასში სიტუაცია შედარებით განიმუხტა, თუმცა პერიოდულად ზოგიერთ ადგილას საბრძოლო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც პოლიციის განყოფილებაში ფერადკანიანი მამაკაცის დახუპვის ფაქტს აპროტესტებენ, არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში დაწვეს შენობები, დაზიანებულია მაღაზიის ვიტრინები. დაპირისპირების დროს დაშავდა 15 სამართალდამცველი. არეულობისას 30-მდე აქტივისტი დააკავეს. შექმნილი ვითარების გამო სკოლების უმრავლესობამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა 10,000 მიაღწიოს. ამის შესახებ როიტერის ცნობით ნეპალის პრემიერ-მინისტრმა სუშილ კოირალამ განაცხადა. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 4,400-ს აღწევს, თუმცა ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ნეპალში არაერთმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. თუმცა მოსახლეობის ნაწილი საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. ჩაძირული ქალაქი, რომელსაც ბერძნები მოიხსენიებენ ჰერაკლიონად და ეგვიპტელები კიტონისად, 1200 წლის წინ იქნა აღმოჩენილი და დღითი დღე ხდის ფარდას თავის საიდუმლოს.
ჩაძირულ 60-ზე მეტი გემი, მონეტები და ფირფიტები წარწერებით ბერძნულ და ეგვიპტურ ენებზე. დიდი ქანდაკებები, ტაძრების ფრესკები მიუთითებს იმაზე, რომ პორტი ასევე იყო დიდი სავაჭრო ცენტრი. ქალაქი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 312-664 წლებით და დღეს ის აღმოჩენილია სანაპიროდან 6,5 კილომეტრი მანძილის დაშორებით, რისი მიზეზიც ძლიერი მიწისძვრა. ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა იშვიათი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტელიარხ Discovery-ის გადამღები ჯგუფის ნავზე ზვიგენის თავდასხმა აღბეჭდილი. ინციდენტი ახალი ზელანდიის ნაპირებთან მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ექსპერტებმა ჯეფ კურმა და ენდი კასაგრანდემ ზვიგენის ფარფლებზე კამერის დამაგრება გადაწყვიტეს. ამისათვის მათ საკუთარი მცირე ზომის ნავზე სატყუარიანი თოკი მიაბეს. 6 მეტრიანმა მტაცებელმა დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინა და მკვლევარებს დაესხა თავს. ინციდენტი ტრაგიკული შედეგების გარეშე დასრულდა. ირაკლი ფირცხალავა და იოსებ კობზონი მეორე სამამულო ომს უმღერიან. გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. საქართველოს ქალმოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია. ახლა კი დღეს სხვა ამბები. ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ იოსებ კობზონთან ერთად ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის 70 წლის თავს ეძღვნება. სიმღერაზე არ დაგვივიწყოთ გადაღებული კლიპის რეჟისორი ურალ საფინია. 9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღენიშნება. ამასთან დაკავშირებით უკრაინაში სოციალური რეკლამა გამოვიდა სახელწოდებით გვახსოვს, ვამაყობთ, გავიმარჯვებთ 1945-2015. ვიდეოში ორი თაობის მებრძოლებს ბაბუასა და შვილიშვილს ვხედავთ. მოხუცი წლების წინ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ომის მონაწილეა, მისი შვილიშვილი კი ახლა ერთ მორწმუნე მეზობელს წინააღმდეგ იბრძვის. საქართველოს ქალმოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია. ჩვენმა ნაკრებმა ჩინეთში მიმდინარე ტურნირის ბოლო მე-9 ტურში მასპინძელთა გუნდს სძლია. გამარჯვება მერი არაბიძე მიზეიმა, დანარჩენი 3 პარტია კი ყაიმით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე რუსეთთან ყაიმის გარდა ყველა შეხვედრა მოიგო. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულდა. ნახვამდის.